გამარჯობა მოგესალმებით კაცები, კლავ YouTube-ზეა 406 ეპიზოდს ვიწერთ, გამოიწერეთ, მოიწონეთ, გვიყურეთ, არ მოგერიდოთ არაფრის, ისი გაკეთებაც მათ შეიძლება. კაი, 406-ე მიყვარს ლუწი გადაცემები. ხო რა. ლუწები უფრო კარგები გამოდის. როგორ ახარ დათო, როგორ ახარ შენ? შენებლობა როგორ მიდის? კარგად მიდის მშენებლობა. კარგად რაღაცები გადამედო, მაგრამ მაინც კარგად მიდის. რა გადაგედო? კარის ხელოსანი რომ მოვიყვანე, იმან თქვა რომ ჯერ სახლია აშენეთო? არა. კარებებიო კარგათო გამისწორეთო, რომ ამოვიდე დავზომო და ამიტომ ხელოსნები გადავიდნენ კარების გასწორებაზე, იმიტომ რომ კარების დამზადებას ბევრი დრო უნდა. რიგია თუ ფიზიკურად ბევრი დრო? ფიზიკურად. ჭიშკარი გააქვს? ჭიშკარი არა. ალაყაფი ჭიშკარი არა მაქვს. ესეთი ფიცარი მაქვს გადებული, სადაც ჭიშკარი უნდა იყოს იქ, რომ ცხოველები არ შემოვიდნენ, დიდები რა, ძროხები და ცხენები. რატო ცხენი რო შემოვიდეს, რას გიშლის? კურკლავს, სუბუქად რო თქვა. და მე რას აპირებ? მე გავაკეთებ ჭიშკარს კაცო. როგორ ტრედები რო აქვს აქეთი კი? თუ გინდა შენ დამიხაზე დიზაინი. და დავაწერ. ჭიშკრებში. ჭიშკარი გიორგისგან. მე უფრო იმე ქალაქის ალაყაფებში. ხო და ქალაქის ალაყაფს გავუკეთებ და ქალაქად გამოვეყოფი. არა, მე რაღაცა იმასავით იქნება. ნარკობარი გასავით. პატარა სახს არ უხდება. ვიყო, ოღონ არ გააკეთოს ყველაფერს იმისეს. განაგზეთ. შენ კიდე ყველაფერს განახმახარ უფასოდ თუ გაგიკეთებ. რა თქმა უნდა. იკო შერეშვები, რა ხდებოდა შენს კი? ისეთი არაფერი. სათევზაოდ არ ყოფილვარ. არ ყოფილ ხარ? ხვალ ვაპირებ. სად მიდიხ? თბილისის ზღვას. ადი ჩამოდი რეჟიმი გაქვს? ხო. შერაშვები. ნახე შენი ვიდეო? მოგეწონა? შენ თავს ვაპრიალებდი რა. გადავაპრიალი, გასისინებული თავი. ყველაზე დიდი თავის გაბრიალებით რო დაიწყო. რამდენი ხანი არა, ბოლოს შემოვიდა ერთული. შენზე ძალიან ბევრი შქურკა წავიდა. რამდენი ხანი მოუნდი მაგას? დღეებით ვერ დავთვლი, იმიტომ რომ მარტო რომ მივდივარ ის 2 საათი მაქვს და იმ დროს ვაკეთებ და შრომა დღეებით საათებით რო დავთვალოთ, ჯამში ალბათ 1 მთლიანი დღე რა. 2 საათი რომ მივდივარ. დღე ანუ 8 საათი თუ 24. არა, 8 საათი, 8 საათი. ეგეთი ის გინდა მოიწყო სახში? უფრო მაგარი. სახში არა აქ. მართლა? იმაში. პარაშუტნაიაში. პარაშუტნაიაში. იქ პაჩენ პარაპლანი დევს და პარაშუტნაიას ეძახიან ესენი. ხომ ოფისი გვაქვს. პრინტერი არა გვაქვს და პარაშუტი გვაქვს. გვერდზე ოთახში მე და შენ დავსხდეთ. ხო. გასაღებების გამრავლება. და საათები. ხო. აი, ერთი კითხვა მქონდა, ეს რო დავდე. ბევრი იწერებოდა რომ მე ვიყიდი, პირაჩით მომწე, ოქროზე მუშაობ, ბრატ და რაღაცები მომწერეს რა, მაგრამ ეს რო დამზადდება. რა მოუხერხო? შენ ხო მონეტებზე ხო ხარ? ბიჭო, გავყიდოთ რა. როგორ? საკაიფო ფასად და ეგ საკაიფო ფასად გავყიდო. ეგ ფული მე წამწევს რემონტში, მაგრა წინ. გასაგებია, ნიუსებზე გადა. აბა რასეულობ. აუქციონზე ხორიტვია ვაკეთებდა. აუქციონზე გავყიდოთ რა. სოტბი, სორაზე გამიპირდაპირ. სოტბი არ არის შენი საკადრისი. შენი საკადრისი ჯერ არ გაუკეთებ. ამიტომ მაიმარკეტზე დააგდე. ამიტომ აქვე გავაკეთოთ აუქციონი. აჰა, ვინ მეტი? ხო, არა, კი იცი ახლა როგორ გაეწელა რემონტი და 7 წელია. რავი, ადრე რომ დაგეწყო ეგ ოქრომჭედლობა, кайხნის გადასული იქნებოდი ბეთანი. დღეს ვიწერთ გადაცემას ერთი კვირით ადრე. იმიტომ რომ ორშაბათს სისხამდილით არც დილაც არ არის რომ დაღამდება კვირა და თემი. ისე არ უნდა ვთქვათ, რომ გავდივარ საქართველოს. რატო? ტერმა რო გაიგოს და დაგვეწყოს. შენ გონია შენ იმედია საქართველოს? თქმა უნდა. ხო, მე მოკლედ მივდივართ, ქვეყნიდან გავდივართ და ამიტომ არ ვიქნებით და წინასწარ ვიწერთ ამ გადაცემას 406 ეპიზოდს. და ვინაიდან ჯერ არ ვიცით რა ნიუსები იქნება, ის კი ვიცით რომ ბევრი კარგი ნიუსი არ იქნება, მაგრამ რო არ იქნება, არ ვიცით რა ნიუსები იქნება, ამიტომ რა მოხდა 9 ივლისს სხვა წლებში ამ ნიუსებით
შემოვიფარგლეთ. შემოვიფარგლეთ. ხო, მაყურებელი ალბათ თვითონ ხვდება, რომ როცა რაღაცა თარიღზე მივფიჩინდებით, ესე იგი გადრევიწევთ გადაცემასთან ნიუსები არ ვინც ვერ ხვდება იმათთვის თქვა. ხო. 1877 წელს ჩატარდა უიმბლდონის პირველი ტურნირი ჩოგბურთში. 9 ივლისს? ხო. ოჩახ? საწევრო გადასახდელი იყო, ეს ჩვენ სამოყვარულო ტურნირები ეგრეა ხოლმე რა საწევრო დაატყვა, მაშინ პირველი ეს იყო, არ ყავდათ მაშინ Nike სპონსორად. ერთი გირვანქა და ერთი შილინგი იყო გადასახდელი. ო, მაშინ დიდი ფული იყო. დიდი მაყუთი. დიდი მაყურე, როგორ წამწევდა წინ. 22 მონაწილე იყო დარეგისტრირებული, ერთმა ფული გადაიხადა და არ მოვიდა. ანუ ეტყობა რაღაცა გაცივდა. ან არ დაემართა კაი ამბავი რაღაც. ფინალი მოიგო სპენსერ გორმა უძრავი ქონების შემფასებელმა. მაშინ სპორტსმენები ესე არ არსებობდნენ, იყავი პროფესიონალი ჩოგბურთელი არის. იყავი დალაქი და მონაწილეობდი უიმბლდონში. მოუგო მეკუბოვეს ალბათ. ხო, რაღაცა ეგეც. კი ბატონო. რატო მაინდა-მაინც მეკუბოვეს? გიორგი, იუმორისტული გადაცემა. რამე მხე ჯამბას მეკუბოვეს ხელი გაწაროდის. ნახე, არა, თავის ლოგიკა აქვს. მეკუბოვეს ხელი გაწაფული. რაში, აი ამაში ბიჭო, როგორ ჭედებაში. კუბოს ხო სუაჭედებ და რა ჭედება და რა ჯოკანის ქნება. ხო შეიძლება რომ არ ყოფილიყო სხვა რაღაც სხვა ყოფილიყო. ჭედელი. კი ბატონო. ჭედელი ეთქვა. იგივე მოძრაობა. მაინც კუბოსკენ წაიღო. ჭედეს დიდი ძალა უნდა და გადააცილებდა. მეკუბოვეს ზომაში უთხრა. სიზუსტე მეკუბოვეს უფრო ჭირდა. მაგრამ ფინალში აღარ იყო. როგორც ჩანს იმან. უძრავი ქონების ან იმან მოისწრო. მოიგო. მოისწრო. შილინგი რამდენი ის როგორ არის მანდ? მათ ხო უცნაური 1.17-დია რაღაცა 1.20. ხო, და მაგ მე 25 ნახევრედი. მე 12-დია მაგონი. 10-ზე გადავიდნენ მე მგონი წინა საუკუნეში და ამ დროს ანუ 101-თან არა რაღაც სხვანაირად. ჩვენთაც იყო რაღაცა უზავთუნი მაგალითად. უზავთუნი არის 15 თეთრი. მე რამდენედია მანეთის? არა ხო, მაგრამ რაღაცა 5 ჯერადი არის. ხო, 5 ჯერადი არის. იქაც არის რაღაცის რაღაცის ჯერადი. ჯერადი. ეხლა მიდის უიმბლდონი და ნამდვილად ვერ მოიგებს უძრავი ქონების. ეხლა მიდის უიმბლდონი და ჩვენი სტუმარიც მონაწილეობდა. პირველ წრე გაიარა, მეორე სამწუხაროდ დამარცხდა. გვარს თუ გაიხსენებს. მე ვერა. სახელს მარიამ მოკოძე. მარიამ მოკოძე. მე ეხლა გავიხსენებ 5 წუთი. მარიამ მოკოძე. ადამიანი მახსოვს რაც მთავარია. ადამიანზე უნდა კონცენტრირება. სიკეთე უნდა არა გახსოვდეს, სახელის და გვარის დამახსოვრებაზე. როგორც ზოგიერთია. მე კუბოების ლობისტი. 1887 წელს ინგლისელმა ქაღალდის ფაბრიკანტმა ჯონ დიკინსონმა წარმოადგინა ქაღალდის ხელსახოცი. რომელ წელს? 1887. ან დროის მანქანა რომ გამოიგონან 1887-ზე იქით მეწამსვლელი არა ვარ. რო იცოდეთ. სტუმრად ყოველ შემთხვევაში. აჭამი. 87-ის იქით მე ფეხის გადამტკმელი არა. ისიც ბრიტანეთში. ხო და ეს როდი შემოვიდოდა ჩვენთან. ჩვენთან ეხლა შემოვიდა. ჩვენთან მე მახსოვს კომუნისტების დროს იყო დეფიციტი. ტუალეტის ქაღალდი არ იშოვებოდა. თუ სადმე წააწ და რას აკეთებ? ციგნი. მაგიტო ვიყავით ყველაზე განათლებული ერი კომუნისტების დროს. სამაგეთ გაზეთი ღირდა იაფი 2 კაპიკი ან 3. გაზეთი ღირდა იაფი. ვენესუელაში ახაც არ იყო კრიზისი, ეს მადურო იყო. იყო. არის შოვებოდა. ანუ 1800 რომელი წელი? 87. 87. ეგ დავიმახსოვრე. ბიჭო, ტუალეტის ქაღალდის დაბადების დღე მაგარი თარიღი არის. ქაღალდის უნდა აღნიშნოთ. ქაღალდის ხელსახოცის. მაგრამ რაღაცა არ არის. ძდილობენ რა თქვა თორე. არ არის კარგი ტუალეტის ქაღალდის დაბადების დღეზე რო ხარ დაპატიჟებული. რა წვლილი უნდა გქონდეს შეტანილი ამ სფეროში, რომ დაბადების დღეზე დაგპატიჟო. ვისაც გაახსენდება ისინი რომ მიდიოდნენ? ნოა. ნო, ვისაც გა. საიუბილეო ტუალეტის ქაღალდი არ გამოვა? ანუ უიმბლდონი რო ჩატარდა პირველი, ეს ჯერ არ არსებობდა, ხო? არა, ხო. ტუალეტში შედიოდა მე ჩოგანს რა ხელს. რა ხელს კიდე. ერთი ნახე საპონი როდის გამიგონეს. 1887 წელს. 1922 წელს
ამერიკაში 18 წლის ჯონ ვაისმიულერმა პირველმა მსოფლიოში 100 მეტრი გაცურა 1 წუთზე ნაკლებ დროში 56.8. ეს ადამიანი მე როთ უფრო ცნობილი გახდა ეს არის ტარზანის ფილმი. ხო. დღევანდელი რეკორდი არის 46 და 40. ვა, ტარზანი ახსოვს და ის გოგო არ ახსოვს. ვაის მიულერი ახლა. ბიჭო, ტარზანი იყო ამის ახალგაზრდობაში. კი, ტარზანი უნდა რომ გამოსულიყო და ბიჭო, მე უიმბლდორის ჩოგბურთელი გოგო. არზანობანას თამაშობდი წყნეთში ხიდან გადმოვარდი და ხელი მოვიტეხე. რა დამოვიწყებ? მოიცა ეცა წესები რა იყო ტარზანობანასთან. ხიდან და გადამხტარიყო. გადამხტარიყო. ვინ გადახდა და შენ ვერ გადახდი? ცვიოდნენ ბავშვები. ცვიოდი. ცვიოდნენ, მაგრამ ხელი მარტო მე მოვიტეხე. დანარჩენი ადგებოდა და აგზელებდა ტარზანობანას. მაშინ ბავშვობის ბოთორა იყო. მე 14 დღე ვეღარ ვაგზელებდი ტარზანობანას თამაში, იმიტომ რომ გიმში მქონდა და გამარჯვებულად ვინ თვლებოდა, ვინც ყველაზე კარგად გადახდებოდა თუ როგორ იყო? ბოლომდე ვინც კონსენსუსით დგინდებოდა გამარჯვებული. იმას აკეთებდი, ტარზანი. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებდი. გადახტომით ვერ გადახდი თორე. ტიტული იყავი წელზემოთ? არა, ჩაცმული ტარზანი. ჩაცმული, ხო, იმიტომ მშობლები გვიყურებს. ხოთა შორის ამ საცურაო ფორმა იარა და დაბრუნდა ესეთია ეხლა ოღონ ზემოხატა. ხო. იარა რას ქვია? რაღაცა პერიოდი მარტო იმითი გამოდიოდნენ ტრუსებით. ტრიკოებით. არა, ბორატსაც ესეთი არაცია. ბორატ საერთოდ არის ეს. მოღილი ვერსიაა. ეს ჩოგბურთელი რა გვარია? ვინა? ჩოგბურთელი. არ მახსოვს. ხუთი წუთი გავიდა. გითხრა აბა ის რა იყო, რას თამაშობდი ბავშვობაში? ტარზანობა. ვაისმიულერი არის? ოლიმპიადის ჩემპიონი. ბიჭო, იცი რა არის, ვინჩესტერზე რაც ძველი ჩაწერილია, ის მყარად არის რა. იმას არ შლის და ახლა აღარ ეწერა. დედაფენები ისე იშვია. იცის კაცმა საქმე იცის. კიდე გითხო 5 წუთში? ეხლა თუ არ გამახსენებ აზრი არა. მარიამ ბოლკო. ახლა რაღაც დაიმახსოვრე. და ვინიშნოთ 2000 ჰა? გახსოვს ეგ გადაცემა მარიამი რო ყავდა კი, სტუმრად. როგორ არის? აბა ქაბაბით რომ აი მაშინ ჯერ საკაბაბი არ მქონდა და ნახე რაღაცა თუ არ არსებობს. თონეს გაყვა და გადაცემა არ არის? კი, ეს რო თონეს გაყვა. თონეს გაყვა არ არის ეგ მე მგონი. ეგ არის. ეგ არის? რანაირი კაცი მეუნე არ არის მე მგონი. 2006 წელს ზიდანმა თავი ჩაარტყა მატერასის. მატერასის. ამ დღეს ხო. 20 წლის თავი. არა, უბრალოდ 2006. მთელი წელი ურწყავდა და 1 იანვარს რო ეხლა ხო არის მსოფლიო ჩემპიონი, მაშინაც ამ დროს ხო იქნებოდა. ფინალი იყო ამ დროს ესე იგი. მაშინ ამდენი გუნდი არ იყო და მალე იყო ეს ფინალი. და ადრე და მე უნდა აუხსნა ამას ფეხბურთზე, ეხლა ეს ამბავი. ნეტა თუ აღნიშნავენ მაგ კი დღეს. 20 წლის თავს რაღაცას ზიდანი და მატერასი? თალევენ. ტორც მოუტანენ მატერაცის ფორმის და ეს თავს ჩაარტყა. მან საინტერესო რა არის, რო არ გაემწარებინა და არ ჩაერტყა, მოიგებდა საფრანგეთი? არ გამოვრიცხა. აი, არ გამოვრიცხა. მაგრამ არავის არ ემახსოვრებოდა ეგ თამაში და ესე კიდე ყველას ახსოვს, არა ფეხბურთის გულშემატკივრებსაც კი. ეს მატერაცი რა შვება ეხლა? კარგად არის, კაი ოჯახში მოხვდა. რუსეთში იყო ჩასული ამას წინათ. რაღაცა. თუ არა, ცდები? რუსეთში იყო ჩასული. ო, მარიამ ბოლკვაძე. თვალებით მიყურებდა რუსეთში. აი. მატერასი რუსეთში არ ვიცი და იქ ჩანდა მსოფლიო ჩემპიონატის წინა დღეებში გამოჩნდა ტრიბუნაზე. ეხლა ის ვერ გავიგეთ ხო ადამიანებმა რატო მოხდა ეს ამბავი რა უთხრა. იმას უნდა რომ ნერვები მოეშალა ამისთვის და მოუგონა რომ თავის დაზე ეუბნებოდა დადასტურებული ფაქტია? კი. წუდებს ხო? კი, მე იმას. უხამსებს. იმორმა რო ზუსტად იცის. როგორ არ ბიჭო, ჭორი და ის რაც არის ვიცი და იმან ეხლა იმას პასი მისცა და მოატყუდა დამანები. ეგ დებილობები არ ხო? იქ რაღაცა იმან ეგ რა მოხდა ინტრიგა? აგერია რუსეთში მატერაც კი არ ჩავიდა. ეგ არის ჟერარ დეპარდი. ეგეც ფეხბურთელია. ეგაც დენა თუ არის თავი. თუ ეგეც ფრანგია. ფრანგი ანუ მატერაცი ხო ფრანგია? ხო, როგორც ის არის ფეხბურთელი, ისე ეს არის ფრანგი, ვერ გაიგე? აი უმორს ვერ ჩავწვდი რა. აი უმორი იყო ესა? ნახე რა ერთი მატერაცი. რა ვნახო მატერაცი. ესე დავწერო მატერაცი. შენ ხო ყავს იჯი? მატერაცი location. ანუ location
ისტორი. ხო და შენ ტელეფონზე დასანცარ. მე მგონი ამას ხელს აღარ პასუხობს რა. კი, გაებუტა ხელოვნური ისე დებილობებს ეკითხება რომ გაუთიშეს Google-დან. არა, ეს ვერ ახვედრებს ეთყობა რა უნდა. აი იმან რო იქ ის თქვა იმას უთხრა ეგ რა იყო. სახელს ვერ ეუბნება და გვარს და თარიღს და რა. ხო, ეგ მაგრამ იჭირს სხვა შორის. აბა ჩაწერე ვინ იყო ჩვენი უაზრო რაღაცეების დამახსოვრება. ჩვენი სტუმარი ვინ იყო ჩოგბურთელი ჩაწერე. აუ რასი ძებს მატერაც სად არის ხო? არ ვიცი რა წერს. მატერაცი როდის იყო მოსკოვში? აუ რაღაცაზე გითხრა. რამდენჯერ უნდა გითხრა, ხა ესე უნდა იწყება. 2026 წლის მაისში მატერაცი ანდრია პაროსთან ერთად მოსკოვში იმყოფებოდა ფეხბურთის ღირსადმი მიზური ღონისძიებაზე. აჰა, შეკარგცა ხოლმე. დროზე გადაუხვია. ერთი თვის წინ ყოფილა. ხო და რა გინდა? აი ვინ არის გულშემატკივარი და ვინ იცის ამ რუსულ არხებს. რუსეთის თასის ფინალს სპარტაკი კრასნოდარს დაესწრო. ვისთან ერთადო? ამ ვიზიტმა ევროპულ მედიასთან ევროპულ მედიაში დიდი კრიტიკა გამოიწვია. ცუდი კაცი იყო გეუბნები. ვისთან ერთად იყო პიოლოსთან? ვიღაცასთან ერთადო, ხო წაიკითხა? მეუღლესთან. მეუღლე წაიკითხა? არა. ანდრია პირლოსთან ერთად სწორად დაიმახსოვრა. ივლისის 24 წლის ივლისში აგერ კიდო იყო. აი გვეყოფა აღარ გვინა მატერაცი დავით ტრეზეგე ხანვის მიათრევს. აი წადი რა. სადაც ერთ-ერთი რუსული სპორტული არხი სატელევიზიო სტუდიაში ექსპერტებად მუშაობდა. და 20 წლის თებერვალი მოსკოვს სტუმრობდა ტრადიციული ლეგენდების თასზე. აჰა, გითხარი მოსკოვში იყო, არ გჯერათ. ამ დღეს ვინ დაიბადა? ამ დღეს ვინ დაიბადა? მე ვიცი ვინ დაიბადა. ვინ დაიბადა? კურიე. შენი მეგობარი? დღეს. ვინ? ჩემი ძმაკაცი კურიე. კურიე ჩოგბურთელი რო იყო? ჯიმ კურიე, ამის ძმაკაცი ხო? ამ დღეს დაიბადა 1819 წელს. ელიას ჰოუ. აჰა, გავიდა 5 წუთი მკითხე. დაგვარი იყო ეს. მარიამ პოლკოაძე. ელიას ჰოუ. ელიას ჰოუ. ვერ დაიმახსოვრე. ჰოუ! ელიას ყრუ იყო მამამის და ჰოუ! და არ ყვა ბავშვს. ელიას ჰოუ. მერე ეს ამომიჭერი რა. ისტორიული ძიებები. აი ხო არაფერი და სამ საქმეს აკეთებს. და მეოთხე მარიამ პოლკოაძეს ვიმახსოვრე. არც ერთი არ არის ღირებული. ჩვეულებრივი პარაზიტია. ხო, მაგრამ აი ეს დრო და ენერგია რო ვინმე ნიჭიერ კაცს მიც. ელიას ჰოუ რა გამოიგონა? დანადგარი. ელიას ჰოუმ გამოიგონა ჰოუმეტრი. აი ეს ჰოუმეტრია? მე მგონი. ჩანს დანადგარი და აბა რა არის თუმს. პირველი? პირველი რა თქმა უნდა რახან ეს გამოიგონა. რო გარდა ხო არაფრის მომწეჭი რო არ არის. აქ ის რაღაცა ლენტი არის. კერავი მანქანა. მართალია, საკერავი აა, მან. ვიცოდი ეს. საიდან იცოდი ახლა? მაგრამ ვერ გაიხსნა, ვერ გაიხსენა საკერავი. ელიას ჰოუმ პირველი საკერავი მანქანა რო გამოიგონა, მივიდა დასაპატენტებლად. და დააპატენტა ნემსი, რომელიც თავშია გახრეტილი. ცნობილი кейსია, просто სახელებს და გვარებს ვერ ვიმახსოვრებ. თორე кейსებს თორე кейსები იცის. ახვრეტებიც იცის. რომელიც არის ისიც იცის რუსეთში ვინ ჩავიდა. ის სახელებს და გვარებში ერხება. სახელები და გვარები. 1956 წელს ვინ დაიბადა? მსახიობი? დაიცა ერთი წამი. ამას საკერავი მანქანა გამოიგონა და მეტი არაფერი არ გაუკეთებია. მეტი რა გაიგება? მე 4-10-ს ვაკეთებ ერთდროულად, აგერ ერთ მომენტში და კაცი ისტორიაში მოხდა ერთი რამის გაკეთება. ხო. და მე დაცინის ღირსი ვხდე. აი ესე აფასებს ხალხი ადამიანებს თქვენგან განსხვავებით. წესიერ ქვეყნებში. 1946 წელს დაიბადა ტომ ჰენქსი. ტომ ჰენქსი. აბა რა ფილმშია ტომ ჰენქსი? ტომ ჰენქსი არის სამი ფილმი გაიხსნა. რომ ირბის. რომირბის ერთი. ერთი რომ ირბის. ჯარისკაცი როა. რომ მორბის რაღაც თუ იქიდან უყურებ ამ რომ მორბის არ მაქვს. რომ მოიცა რომ ირბის, ანუ ფორესტ გამპი. კუნძულზე როა.
მარტო. კი ბატონო, და ჯარისკაცი როა? გემის კაპიტანი როა და დაესხმებიან. ცოტნიან. სახელებს ვერ ვიმახსოვს. აეროპორტში რო ზის, ეგეც აეროპორტში რო ზის რაღაცა დებილი ქვეყნიდან როა და იმ ქვეყანაში რო გადაწყვეტა მოხდა. იცის, ყველაფერი და რაღაცა. კიდე უნახაზი იცის. ბევრ ფილმში თამაშობს მეორე ლამაზ გოგოსთან ერთად, რომელიც სახელსაც და გვარსაც ვერ გავიხსენებ. ბევრში არა ორში. ორი ბევრი არ არის ერთთან შეტანილი. ორჯერ მეტი არის. ყველაფერს ოღონდ აკამათე. არა, პირით გეხმარები კაცო. მეგრაიანს გულისხმობ, ხო? ოპა, ციგნების მაღაზიის დირექტორი როა ეს გოგო. და ეს ეს გამგე არის. ეს ყიდულობს ამ ციგნების მაღაზიას. ამასაც აქ მაღაზია. უნდა რომ სასურსათო გახსნას ნიკო რა თავისი ვერსია აქვს ნანახი. 1964 წელს დაიბადა კორტნი ლავი. კორტნი ლავი. აბა ამაზე რას გვეტყვიდათ? კორტნი ლავი ჩემზე 2 წლით და 2 თვით უფროსი. ხო. მე და კორტნი. კორტნი საქართველოში რო ეცხოვრა, სკოლიდან მე მახსოვდებოდა. შენ რო ოქტომბრელი ავესი პიონერი იქნება. არა, აი 2 წლის წინ იყო. თუ გვიან თუ შეიყვანდნენ, შეიძლება ერთი თუ არაფერზე შეუულია რომ ძალიან ბევრი ილაპარაკო. აი არაფერზე აი კომის მდივანი უნდა იყოს. აი ეპოქას აცდა რა. მე და კორტნი არც ერთს არ გვეთყობა სხვათა შორის ასაკი, არც მე არც ეს ერთი პერიოდი ძალიან იმას უსინდისოც არის. ყველაფერთან ერთად. აი კორტნის მაინც ეცი პატივი. ეს ძალიან მომსპარი იყო ერთ პერიოდში ნარკოტიკებისგან. ეხლა კურტ არა, კობეინის ეს სოლი. ძველი ფოტო იქნება. არა, ეს ახალია. შედა. ეს ახალია გუშინ გამოუგზავნა იმას ინსტაგრამზე. არა, მოიცა მართლა ნახავს. ჯაპანა მეკითხებ რომ ნახოს სად დადის კორტნი ლავი. არ ნახო ერთი წამი. გინდა რა. ბოლოს სად იყო? ხო არ ახლდა მატერაცის. ამას ვიკითხავ. ამას მეკითხავ და მოვალ. და მეტი ტელეფონი წამომღები. კურტ კობეინი ვინ არის თუ იცი? კურტ კობეინის კურტო მუსიკოსი. გარდაიცვალა. კურტი. მაგის საფლავზეც ვერ მომხო. მეთქი მისასვლელი. სად არის დასაფლავებული კურტ კობეინი ერთი წამი. ბიჭო რა მაგარი ბრაუზერის ისტორია. აი კომის მდივანი არა, სოფლის გამგებელი. არა, სოფლის გიჟი კაცო. და რა? ბავშვი რომ მიდიოდა დათოძი აბა ის რა არის და არა, დათოთია კურტ კობეინის საფლავი სად არის? მოიცა ვნახო ბავშვი. რამდენ საფლავზე ხარ საზღვარგარეთ ნამყოფი? გაგერია. ბევრზე. აქაც. უფასო ტურია და მაშინ უნდა ამაზე უარესი ახლა როგორ უნდა კურტ კობეინის ოფიციალური საფლავი არა აქვს. ცრო საფლავზე მეგიყვანე? არა, მისასვლელია. მისი ფერფლის ნაწილი ნიუ-იორკში ბუდისტურ მონასტერში აკურთხეს და ნაწილი მის ყოფილ მეუღლეს კორტნი ლავს დარჩა. ვაფშე არ ქონია საფლავი. ხო შეიძლება ცოტათი მოთხოვდე. და არც ისინი არ მარხავენ, არც ესენი ეს ფერფლი უდევთ ეთყობა? ხო და ხო და ვიღაცამ ფერფლი ხო არ გათხოვა მაგის. რანაირად ესე იგი სხვა კურტ კობეინის საფლავზე იყო. სხვა მუსიკოსის საფლავზე ვარ დამყოფი. ჯოდასენის. არა. ჯოდასენის. სად რომელ ქვეყანაში იყავ არც ეგ არ გახსოვს? რა ვიცი. ცოტა უფრო ზოგადი რო გავხვალ, კონტინენტი ო ვერ ვავიწრო ვერ. ამერიკაში იყავი? ამერიკაში სასაფლაოზე ცხოვრობდი ვაფშე. ცხოვრობდი. ხო, არლინგტონში ცხოვრობდი და სასაფლაო არლინგტონი სხვა რამ იცი? ჩემი სასტუმროდან სასაფლაოზე იყო როგორი ხედი, იცი? უკიდეგანო. ოპა. კაიოს. კორტნი ლავი ავახსენეთ და ხო, კი. და აღმოჩნდა რომ საფლავზე არ იქნებიან ნამყოფი, მაგრამ ამტკიცებდა დათო რაღაც პერიოდი რა ნამყოფი ვარ იმის საფლავზე. უყვება, გადაცემის შინაარს უყვება. მე ხო გასული ვიყავი, ცოტა ხანი გასული. შინაარსი. მე მგონი ისტორიაში პირველად ჯობია რომ ჩვენ თვითონ დავშკეთო. აქამდე ხო ხურავდი. ჩვენ თვითონ რომ ეყოფათ.
ეს ჩემს საფლავს ვერ მოაგნებს განსიად. ჯვარი გწერიათ ბიჭო. ჯვარი წერია მართლა ბიჭო რა ახალგაზრდა ბიჭი ხარ. შენ წესით კაი დიდი საფლავი. შორიდან და გამოჩდება. ბიუსტი. იქ საერთოდ როგორ აგნებენ საფლავებს არ ვიცი. იქა? არლინგტონ გინახავს რანაირია? GPS-ია. ნომრის ხელა. როგორ აგნებენ უფრო მარტივია ნომრით აგნებ რა რიგი და ადგილი რა უნდა. ნომრით რო გჭირდება საფლავის მიგნება. დაკარგული ხარ კაცი. შენ ნომრი თუ მიაგნება სახელმწიფო. მე ნომერს ვერ ვიმახსოვს. ნომერს და სახელმწიფოს ვერ იმახსოვს. და ეხა იმედა ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფორესტ გამპის მოყოლით ვერ მიაგნებ იმასთან. შენ ფეხს თუ წამოკრავ შენ. დოსტორე ვერ მიაგნებ. ვახ როგორ კაც საფლავის ერთად არ ქონია. რომელი მახსოვრობა გაქვს კარგი შენ? აი ხო არის ორიენტაციას იმახსოვრებ? გემოთი იმახსოვრებ? სუნი, გემოთი იმახსოვრებ ხადრა. ხედველობა. შორს ხედავს. შენ ისახარ ხო მაგრა რო იხედები. მაგრამ ხედავს. ძალიან შორს, მაგრამ უხენა. ეხლა ის ასტუმროდან რო გადმოიხედა კურტ კობეინის საფლავი. სხვა შორის, სასტუმროდან ზოგიერთ გვარს კითხულობდი სასაფლაოს. სასაფლაოზე რო ხარ, გართობა ხო ეგ არის, დადიხარ და გვარებს კითხულობ. და გორებს ან წლებს. და ფოტოებს. წლები უშინ არ სულ. ხო. გამოკლება თუ არ გიყვარს, არ კითხულობ. გამოკლება თუ გიყვარს, წლებს კითხულობ. ძლიერი ხარ. საწყალი სულ ახალგაზრდა ყოფილი. მაგალითად ისა რა ქვია, ხუჭუჭა მომღერალი როა, რუსი, ლეონტიევი. ლეონტიევი. რა ქვია? ვალერი. დედაჩემის და მამაჩემის საფლავიდან 10 მეტრში არის ვალენტი, რა ქვია? ვალერი ლეონტიევი. ვალერი ლეონტიევის საფლავი. რავალი ცოცხალია რა. სხვა. რამდენი ვიდეო სულ მეცინებ. ვალერი ლეონტიევი. აი ესე რა დავდგები საფლავზე, ესე ჩანს 10 მეტრში. უჭუჭა კაცი იყო ისიც? არ აქვს სურათი. მარტო წარწერა. წლებსაც კითხავდი, მაგრამ არ გექნება. დიდი ხნის გარდაცვლილი. ვალენტი სადღაც 72 თუ 74 წელს არის გარდაცვლილი. ეს იყო ახალი ამბები. არა ახალი. მოგეწონა და თო ძალიან. რომელი მოგეწონა? ყველაზე ახალი უმეწონა კი არა, გავერთე. გავერთე. ისეთი ახალი ამბები იყო, რომ გავერთე. ყველაზე ახალი ამბავი იყო ის რო ჩავიდა იმაში მაისში მოსკოვში. ხო ეგეც ამან მოიტანა. თუ ამოკიკა. ახალი ამბავი იყო, რომ კურტ კობეინს საფლავი არ ქონია. არა, ეგ არ არის ახალი ამბავი. შენთვის თორე ის. აბა ტუალეტის ქაღალდია, ახალი ამბავი იყო 1897 წელს და ჩვენ ეხავ ტენით მაყურებთ. არა, ეხა გავიგეთ. უიმბლდონს. ხო და ესეც ეხა გავიგეთ კობეინს. უიმბლდონის ამბავი იცოდი? როგორ არ ვიცოდი. რა იცოდი? არ მახსოვდა თორე, როგორ არ ვიცოდი. სადმე როგორ ვერ გავიგებდი მაგას. აი და. მე ეჭვი მაქრო რაღაცა სვამს ეს. არა, რაღაც აქ მიღებული. ხო, არასწორებს ადამიანმა ბუნებრივად ესეთ რაღაცას მიაღწიო. ნირვანა იოგა. მგომარეობას. აბა ნირვანაში ვიმღეროდა. ჯგუფ ნირვანაში. იგივე კურტი ამღეროდა ჯგუფი. არა, გადავამოწმე. ხო არ მეშლება თქო, შენ ხო იცი და. არ ვიცოდი სიმართლე გითხრა მიკალნა. ლედ ზეპელინში გადავედით სტუმარს. გადავედით სტუმარი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია გიორგი კალატოზი. გუბეზრდე ჩამა. გამარჯობა. სალამი. როგორ ახლა ცოცხალი ხარ? კი. ჯერჯერობით. ჯერჯერობით რა კიდე ელოდები რამეს? რა მსოფლიო ჩემპიონატი როა თან რთულია რა ცოცხალი გადარჩე, იმიტომ რომ გვიან უყურებთ ხოლმე ძალიან თამაშებს. შენ რომ ირეკავდი? ხო. მეძინა. რომელ საათზე გირეკავდი მე? რავი, ან ისე დროს რომ მეძინა. საათებს ვერ იმახსოვრებს რა გონი. ხო, ყველა რეკავს ესე 12-მდე ხო მოსულა 12 პირველი, მაგრამ ეხლა მსოფლიო ჩემპიონატი ისე გვიან თავდება, რომ მაგ დროს ვის უყურებთ ხოლმე თამაშებს გძინავს. ან გვიან თავდება ან ადრე იწყება. ხო, მაგრამ თუ ყველაფერს უყურებ, გვიან თავდება არის ხო? შენ ვის გულში მატკივრობ? მე ბრაზილიას.
შენი საქმე კარგად არის. იგი ეხა გადაცემა რო ხავა არ ვიცი. ხო, გადაცემა რო გავა შეიძლება ესეც ისე. წინაზე ეგრე ყველაფერი შეიძლება. ამიტომ ანჩელოტიმ გაათრია, თორე ან გავიდოდნენ ანარად თავის სხვა მწვრთნელის ხელს. ხო, და სხვა ფეხბურთელების ხელში. აქვეყნის ნაკრები რო ყოფილა. მატერაც იქ იყო სხვათა შორის მე დავინახე. ჩაფრინდა. სოფლიო ჩემპიონატზე. კი, მეც დავინახე. ასამ ChatGPT-ს დასააპდეითებელი აქვს. 9-ში რო შევხდნენ ეგ და მეორე რაგვარია ირლო. ვინც თავი დაარტყა. ზიდანი. ზიდანი და მაგრა რო გლიჯოს კიდე. ზიდანი იყო ალჟირის თამაშზე, იმიტომ რომ მაგის შვილი თავისი შვილია მეკა ლუკა. მან მქონდა შეკითხვა. ზიდანიც და მან მქონდა შეკითხვა. ზიდანს რა გაუჭირდა, ხო. რომ თავის შვილი საფრანგეთის ნაკრებში არა. ზიდანს არა შვილს შვილს გაუჭირდა, არც ცუდი მეკარია. სხვათა შორის უნიჭოა, მაშინ დაურთხეს ყველა. მაშინ რა გაუჭირდა, რომ ფეხბურთში ეტენება. 4 შვილი. კაცო, იმ თამაშზე, როცა ზიდანი საფრანგეთს არ დაესვა და თავის შვილის საყურებლად წავიდა, მისმა შვილმა 3 გოლი გაუშვა. კი, და გაუშვა ისე, რომ არავინ არ ეუბნება, რომ არ გამოსდი ის. გვიანია უკვე, ძალიან დიდია და ნაკრებს სოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანა. ძალიან დიდია და ბატონო ლუკა. ირო გამოხვიდე და სხვას დავაყენებთ. ვერ ეუბნება. არა, ეთქო უკეთეს არავინ არ ყავს რა. თორე ზიდანს ვერ უტეხავენო, ეხლა მაგას ვერ ეთქო. ისეთი ის არის ხანდაზმული, რომ კარებში კი არ დგას ზის. სკამი აქვს მას. კიდე ყავს 4 შვილი ყავს და რეალში, ეგ ზიდანი რო რეალში იყო. ეგ შვილი ყავდა იქ. ეგ შვილი ყავდა იქ და გული მე რეალსაც გულს შემატკივრობთ. ალჟირს არა. ალჟირის ნაკრებს რაც მოუვა მე არ მაინტერესებს და რეალში რო იდგა ხომ მართლა გული მისხდებოდა, იმიტომ რომ მეკარეობა არ იცოდა კარგად რა. მადრიდის რეალში სულ მაგარი მეკარეები იყვნენ და ერთი ოჯოხი ჩააყენა და ბურთიო დაურტყეს და უდრებს არ ვარ და ნასოკერს და კაცები რო დაიწყო, მეთქი მომაშორეთ ეს და მე გაუშვეს რა, აღარ არის ხა. ეგეთ მაგალითად დაგიჯერეს. ხო, დაგიჯერეს და ალჟირში გადაიყვანეს. ეგ არ ვიცოდი რომ მე სოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას გავიგე რომ ალჟირის ნაკრებში იდგა და ზიდანი აჩვენეს და ისეთ საერთოდ რომ მოხვალ შეცახში. აი ისეთი იმედგაცრუებული უყურებდა თავიშვილს რა. ო, მაგრამ იმასაც აქვს არგუმენტი. მესიმ გაუტანა 3 გოლი. იტყოდა რომ მესია როგორ გოლს გაუშვებ, მაგასაც ხომ მნიშვნელობა. ხო, მაგრამ ეგეც სახელია ხა, ჩემთვის მაგალითად მესის ერთ-ერთი გოლი არა. არა, ხო და შენ უფრო პოპულარული გასები რომ გაგიტანოს მესი გოლი. ხო, მაგის თქმა მინდა. ხო, პირიქითაც არის ხა მაგალითად იმაზე სოფლიო ჩემპიონატზე ისლანდიელმა მეკარემ აუღო მესის პენალტი და მაგით გახდა რა ეს ამის ვიკიპედია მოკლედ სანამ დაარეფრეშებდი უკვე ახალ რაღაც მემატებოდა, იმიტომ რომ რეჟისორი იყო თან პროფესიით და ხო. ეხლა მაგარო ფილმი გადაიღოს უკვე ისიც რეჟისორია მეცხრობენ. უკვე აფიში წასასვლელი ხარ. ეს იცი რომელი მეკარია? აი იმას რო იზაურო. აი და ეგ ისტორიები სოფლიო ჩემპიონატზე ძალიან საინტერესოა ეხლა. ვოზინიას შემთხვევაში ეს რა ქვია? აფიშაზე რა ეწერება, იცი? პენალის ამღებისგან ფილმი. ხო, არის ხოლმე რომ გაყიდონ. მესის პენალის ამღებისგან, ამის შემქმნელებისგან და ამის ამღებისგან. კი ბატონო. მოგწონს სოფლიო ჩემპიონატი. შვენიერია კი. ახალი წესები? ახალი წესებიც მომწონს. შენი საყვარელი წესი რომელია? ჩემი საყვარელი. და რომელ წესს ვერ აპატიებდი? ჩემი საყვარელი წესი არის მალე რო არ მოაწვდი აუტს და მეტოქეს რო გადაეცემა ან ძალიან კაი წესი. ეგ არის მაგას ვამბობ სულ აი ორშაბათოვებში სულ მაგაზე მქონდა ლაპარაკი ფეხბურთის ის აღარ არის მაიკით აღარ ამშალე. გიგინე გამშალე ხო უცებ უნდა ქნა რა. ეს მოვიდა რაღაც დრო არის თუ უცებ. წუთი შეიძლება დათვლილი მე ხო წუთი შეიძლება გაგრძელდეს აუტის 5 წამი თუ რაღაცა აქვს. თუ 20 წამი. მე მაგ თამაში წაყვანილი პრემიერ ლიგაში კომენტატორად როცა მუშაობდი და დათვალეს ბურთი ამდენი ხანი იყო თამაში 90 წუთი ხო გრძელდება და ბურთი თამაში იყო 46 წუთი. ხო და იქნებ რაღაცა ვქნათო, იმიტომ რომ არიან გუნდები, რომლებიც აი გაჭიან 0-0 მორჩა ეგ თამაშთან. ეხაც დათვალეს. მე რო ფეხბურთელი ვიყო 46-იც ბევრი. 50 რაღაცა ჯიგო დაელაპარაკე, როგორ ახლა რა შვე. ოღონდ ეს არ უნდა. ახალი წესებით ეს არ უნდა ქნა. ხო. ეს არ უნდა იფარო. რომ მე გაიგონ რა. მცდელობა თითქოს. 58 წუთამდე ეხა გაზრდილი და ჩემი აზრით მაგან გამოიწვია რომ პირველი 2-16 ფინალი არ გადავიდა დამატებით დროში. იქაც დამატებულ წუთზე გაიტანეს და აქაც. მაგრამ ძველი წესებით გადავიდო და დამატებით დრო იქნებოდა. ის 3 წუთი რო იმაშვებოთ hydration პაუზა რო არის, ეგ არ მომწონს. ეს ბიჭო რაღაცა აფრიკაში რო ცხოველები წყალის სასმელად მიქნიან. რაღაც ვადაპოი.
მაუგელი რო იწყება. ხო, ვეფხვი რომ ანტილოპასთან მეგობრობს ისეთით რაღაცა დებილობაა რა. ნიანგივის შეჭამს ველოდები, ხო? კი, არა, დებილობაა. თავიდან იყო ამ დროს შეფუთული იყო, სიკეთით შეფუთული, წყურია. თან არ სვამენ ის რაღაცას ეწეოდა იქ. ოდეგარდი ნახე? ხო, ხო. წეოდა თუ ყლაპავდა თუ რაღაცა ის. ანუ კიდე ოფიციალურად ეგ ქვია თორე ხა იდეაში. ეს არის პირველი ნაბიჯი. მეორე უკვე იქნება რაღაცა პატარა საჭმელს გამოიტანენ და ვიღაცა პურს მოიტანს, ვიღაცა და კაპიტანს უფასოდაში. 3 წუთი გრძელდება, 3 წუთი ფეხბურთისთვის დიდი პაუზაა ძალიან. და ოღონდ რეკლამები გადის, ჩვენ არ უყურებთ. ჩვენ უყურავთ მაგას და ამერიკულ ბაზარზე უყურებენ ისე რა გირჩენია რეკლამების ხურება 3 წუთით მაგისი. გაჩნია რეკლამა. როგორ წავენ მინდორს. არა, როგორც წესი ეგეთ ადგილას ძალიან მაგარი რეკლამებია ხოლმე, ანუ ამერიკულ ფეხბურთში ეგრეა და ალბათ აქაც ეხა ამ ხელმო. ო, რა ფული ძალიან დიდი ფული იღებს. ყველაზე ძვირი იღებს მან. თუ გინდა რომ როცა კომპანია ხარ და მაგხელა ფულს იხდი რომ მან რეკლამა ჩატენო ეხა ავეჯის გადაზიდვის სერვისი ეგეთ რეკლამა არ იქნება რაღაცა ის არის. ან გლობალური იქნება. კი. უზარ მაზარი ავეჯის გადაზიდვის. გემით ავეჯის გადაწყვეტა. ჩვენებს რატო არ? ჩვენთან რატო არ აჩვენებენ მაგ რეკლამას? დაგვინდეს მაგას არა, ჩვენი უნდა აჩვენონ, რატო არავინ არ მიიტანა რეკლამა სოფლიო ჩემპიონატზე. ძვირი იღებს ალბათ და არ ეგ კი არა რეგიონულად იქ რაღაცებს რო უყურებს რეკლამები რაც ჩანს. ეგეც რეგიონულად მოგდის ხო? კი, კაცო, ამიტომ იმ ბაზრის რეკლამა. ეხა ისეთი ნეაპოლში რო ვიყავით სტადიონზე სხვა რეკლამა გადის და ტელევიზორში სხვა. Starbucks-ის რეკლამას რო განახებდნენ ეხა იქ. რა გინდა? ეხა ხო იხსნა. ხო, მაგრამ წახვალ იყიდი. აი რაღაც ისეთი ფირმები ხო რომ აქ არ არის. ან ისა ბინები იმაში მაიამი. დენვერში. ეგ მაინც მუშაობს. სან-ფრანცისკო. ჩემ მეგობარი იყო სადღაც წასული, ჩამოიტანა რაღაც. სად იყო გითხარი რა? და რა ჩამოიტანა. ინგლისში. და ვინ მეგობარი? რაღაცა ჩამოიტანა და დიდი ხანი ეძებდა ვინ დამაბარაო და მე მიხვდა რომ რეკლამიდან ქონდა ჩარჩენილი რომ ეს უნდა ეყიდა. ვა, შენი მეგობარიც. მუშაობს კი არა. სამეგობროც ისეთი იყო. რა არის? ამ უგულო ადამიანებს ვერ გააგებია. რა ქნა მე ბოლოს? შენ გაჭუხა? არა ვიღაცას ვისი ზომაც უცნობი შემოწ. ვიღაცას მოიც. რაღაცა ის არის. არ ვიცი რა ქვია მაგას. მოლანას რედინის. ანუ სამყარო როგორ მუშაობს იცის რა რომ სადღაც უნდა წახვიდე რაღაცა ჩამოიტანო. დამწყერი მატყუ არ არის. არაფერი არ არის. ვირა დაურეკო ეხა და დაგალაპარაკო ის ადამიანს ჯერა კაცო არა. არა სახელი ვიცი. საათზეა გარემახსოვრება არაფერი. და თქო ორი კაცი შეგრა რა ის გეტყვის იქიდან. რა ჩამოვიტანე ის რა ჩამოიტანე რომელი აბა სა და ესე დიალოგი. ერთი უნდა ვნახო მე რო არ ვარ იმ გადაცემებში რაზე ლაპარაკობენ. მაინტერესებს. მე რო ამას გონიო თვითონ რო ჩვენ გადაცემებში ზურგს არა რამდენიმე გადაცემაში ხო არ ვარ დამყოფ. კი მე ვყავი ეგეთ გადაცემაში თქვენთან აყობი შენ რო არ იყავი. და მოსაწყენი იყო ძალიან. კი აბა რა. აბა რა. რა ხდება შენგე შეტევები მორჩა? ეხა წინასწარისერება და არ ვიცი იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ეხმურთივით არის რა. წინა დიეტაზე ხარ თუ დარდმა და გაგდო. არა არანაირ დარდი კაცო. აი მე და გიორგი ერთ დარბაზში დავდივარ ცოტა შორის. გიორგი დაცურავს მე დავდივარ იმაზე ტრენაჟერებზე. სხვადასხვა სტიქია, ვიღაცა ცეცხლის ნიშანიც ვაგაყვას. საუნები არის კიდე. აი ეს იქნება საუნის კაცი რა შევა და იქ დაიწყებს. იქ ვიყავი, აქ მოვიტანე. ამას აუზში ჩამოსვლის უფლება არ აქვს, მე ზემოთ არ ვარ. ის არის ამ ქვეყანაში გონდა რომ წინასწარ ჩაწერა არაფრის არ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან მალე ხდება ყველაფერი რა. ჩვენს მაგათ ჩამოვიდა, ლიეტუვაში გადავიდა რაღაც პერიოდი და რაღაცა ძეგლი აქვს თო ლიეტუვაშიო, იმად კაუნაში სადაც ვარ, აქ არაფერი არასდროს არ მომხდარა. ეგრე ქვია ძეგლს. და მაგის ძეგლი არის. ხო, რა ეს მემორიალია თუ რა ნანახი არა, აი აქ არასდროს არაფერი არ მომხდარა, ეგეთი რაღაცებიც არის. დაწუნებული ვარ, ეგ არ არის ერთადერთი ადამიანი. შეიძლება. ხო და აქ რო ჩამოვდივარო მე ძალიან მაღალი ტემპია რა, იმიტომ რომ პოდკასტიც ესე მოხდა რომ წინა საეჭვოდ წინასწარ ჩაიწერა ორი გადაცემა. დათო ტურაშვილი ყავდა, აი გადაცემა იყო წინასწარ ჩაწერილი და ალბათ ხალხი რო ელოდებოდა რა გამოხმოვნება გვექნებოდა ამ მოვლენებზე. არა, ფერი საერთოდ სიტყვა კომენტარებში რომ ყალა აბა შენიცი და შეიძლება და გადაცემაში არაფერი არ თქმა და ესენი საერთოდ წავიდნენ ორივენი. ორივე.
ხო და თან აი ეს წინასწარ ჩაწერებზე მაინც მაქვს ხოლმე ეგ მომენტი რომ არ მინდა ხოლმე ძალიან რომ წინასწარ ჩავწერო რაღაცა იმიტომ რომ სულ რაღაც ხდება რა ჩვენ ვცდილობთ მაგრამ აი როცა ესეთი რაღაცაა გამოსავალი არის იქ ვერ ჩავწერთ ხო ერთი თვე ჩაწერეთ ერთხელ ხო ამერიკაში რო წახვიდეთ ხო მაშინ ბევრი ჩავწერეთ ძალიან და ერთი იქიდან ჩავწერეთ მე რომ რაღაცა ის ხო და აი YouTube-ს არ უხდება ეგ რა იმიტომ რომ აი ცოცხალი ორგანიზმია YouTube იხდენს რაღაცა ეგ არ ამასიანად არ დაგვემართა იცი რაღაცა გადაცემა ვიან გარიშეთ რომ უნდა გასულიყო 3-ში და სიამრეში 4-ში გადიოდა და 3-ზე ვილაპარაკე ათა როგორ ყოჩი წინასწარ წერდა ნიუსები ქონდა 3-ში რა მოხდა და გაუშვით 3-ში რა უნდა ერთი დღით ადრე აიტანა მე თქვენ YouTube-მა გაგიდა მაყურებელი როგორი გაგიდა ხალხის დღეიდან 4 შაბათს იქნება და რაღაცები და ვერ ვთქვით რომ აგვეყიდა მე კიდე დებილები ვარ მაგრამ ეხა პოსტ-ფაქტუმ შეგვიძლია მაგას კი ნორიოში რა ხდება ნორიოში რავი ჩვიდობა მორჩი გასისინებული ხო ეგ არ თავდება არა ხო ნუ ეხლა პლინტუსები თუ არ არის აი არ მითხე ეგეთ რაღაცებს ნუ იძახი რა ეგეთ რაღაცებს შენ სამსაშენე მე არა კოტეჯი ჩავდგი кайხნის და ეხა ეზო ისეთ კონდიციამდე მივიდა უკვე რომ აი რო кайფობ უკვე რა წამოწე აუზი კაიცა თავისი გლივი და რისი ბავშვები და კონდიცია რისი მეცია შენ ეზოს რომ მორჩები და ეგ ნოსტალგია თუ დაგრჩა ეზოს კეთების აი რო დამირეკე რო გადახედავ ზუსტად კიდე შემიძლია არა დღესაც აი ის ხო უნდა ხელი შევლება რა რომ კაპარსვა და ბალახი და ერთი წამი თვითონ გეძახი ის მაგას დათოს ვერ დაასწრებ დათო დილით რო ადგება არა დღეს იმას შეგვიძლია ეგრე და რაღაცები გავაკეთე და იმან გასრიალდა რა ქვია გველხოკერა ვა ხო და ხვლიკია ამბობენ ეგ და არ არის კი ხვლიკია არ არის საერთოდ და ზოგი იმასაც არა სასიამოვნოც არ არის ზოგი იმასაც იძახის რომ ეგ სადაც არისო იმ ადგილას გველი არ არისო აი ესე იძახიან კი მე ვარ ველი მიემადარდა გველხოკერა მეორე ეს ჯგუფში ვარ გაწევრიანებული აუ ეს სადარ არის մի დარეკე ვიღაცასთან რამდენი ჩავდივარ აუ ბიჭო კოღოების ის აღარ არის ის აი სულ რაღაცა იმას საწინააღმდეგო კოღო არის კოღო ყველგან არის ახლა ეგეთი ადგილი არის ახლა კოღო და გველხოკერა რომ დააჯახო ერთმან შეიძლება კოღო სადა თქვენთან სადმე არის წყალსაცავი ან რაღაც ეგეთი ჭაობი დინარე ჩამოდის ეა გვერდზე და დინარე და აუზი მაქვს ისეთი და გვერდზე კიდე თუ რამე უნდათ დასვენება იმ წყალზე შეუძლია არა აუში არ ჩდება კოღო დინარე თუ არის კალათბურთის მოედანი გავაკეთე კიდე მართლა რა ფაზენდა გაქვს თუ ონ წყალი არ მაქვს ანუ კალათბურთის მოედანი გაქვს და აუზი გაქვს ონ წყალი არ რა თუნდა წყალი წყალბურთის ხო არ გაგიკეთებია კალათბურთის არა თვითონ წყალი არ არის სახელმწიფო წყალი არ არის მოსული და ხან ვედრებით ხან ბაბაჯანა ხან ის და ის აუზი მაქვს ვედრებით ავსებ იმაო აი იქ დადის ბანქანა დაურეკავ ტოლანახევარი ეს გავავს რამდენი მოსვლა დაჭირა ბევრი საკმაოდ დიდი აუზია რა 9-4-ზეა კარგი ხეები დავრგეთ კარგი გიქნია რა თუ ხილი იყო ისედაც ის ხეები რაც დავრგეთ ყველაფერმა გაიხარა იმიტომ რომ მიწაც კაია შეხო ნიგოზეთის იმას ეწეოდი რა ქვია პოპულარიზაციის მე ხა იმაზე ხო და არა ეს ახლა ბეთანიას აწვევა იქ გაუხმა ხეები რა და ნიგოზეთში წყლის პრობლემა არ გვაქვს კაი ჰაერია ძალიან კარგი და ესე რა ჰაერი არ არის მთვარეზე ჰაერი ხერგან ჰაერი რო შეგახარბოდი პირველად ქათმისის მანდარი ხო რაღაც კი ხო რეობის ფაფარი სუნი არ მოდის ქათმის აღარ არის ქათმები სუნი იქნებ დაიწვა ის და შემწვარი ქათმის სუნი მოდის აღარ არის იმას არ აპირებ აი ქათამი რო ყავდეს ან ისე თხა ან რაღაცა ცხენები შემოსულან ეზოში ეს შენთან ჩემთანაც შემოვიდნენ ასწავლის ფიცარი როგორ უნდა გადოს შენ რო გაქვს შენ გაქვს ჭიშკარი იმითი მივხვდი რა ის ტრედები გყავს ჭიშკარზე ტრედები არა აი გიორგის აი ზაღლი შემომიჩდა ეხა ნუ რამდენიმე თვეა და ნუ მივიფარე რა ესე რომ ხო შენ ბევრი ძაფერს ტოვებენ იქ მიიფარე კი არა შეიფარე მიიფარე არის ტიკორი რო გამოდიხარდოს უხერხულ ადგილას დაასწრობი რაღაცა ის იუ საფარი იყო და მიიფარა მართალია რაჯიშის ზაღლია არაფერი არ ქვია ჯერ ვიცი სახელიც არა ჯიშიც არა ანუ მე წელმოწყვეტილი მოვიდაო თან ამბობდნენ რომ საერთოდ და მე ანუ ეთყობა რაღაცა ძალიან კაი ჰაერია იქ კაიზერ სოზა გააკეთა ხო რომ მე გაასწორე შენ ჩასაფრებული იყო და ესე მოდები შეიძლება თავს იმას იავამტყოფებდა რომ იქნება მიმიფარონო
ძალიან ცუდი ეზოში ცხოვრება. ცხოვრობს? ხო, ეზოში ცხოვრობს. ძალიან ცუდი ცხოვრება ქონდა აშკარად რა და მოხვდა 60-ში საერთოდ. ოღონდ ერთადერთი დაასუქეთ უკვე? კი, საკმაოდ მოსკეთ, მე ერთხელ ჩავედი, გაჭრილი დამხვდა. ძაღლი. ხო, საიდან ორ ნაწილად იყო დაახლოებით მხელაჭრილობა ქონდა რა. უიდედა, მართლა ხო, გაჭირდა. კი, და მე უმკურნალით გავკერეთ ესა და სამწუხაროდ ოღონდ რატომღაც მოინდომა რომ კავალბურთის მოედანი დაიგო თუ არა, რომ ის არის ტუალეტი. ანუ არც უფიქრია ეგრევე, პირდაპირ გაზეთით. და აქამდე იკავებდა თავს. აქამდე ეზოში ჩვენო. შეიძლება გინდა ცხოვრებაში კალათურტელი იყო. ნორიოში არისო ისა მოჩვენება თუ არა, კუმისში იყო. გეუნები ძალიან ცუდად. აგვანე ხა ნუ ჩირკს ნუ მოვსწრებ. მიწების ფას ნუ დააგდებ. მოჩვენება არა, ნორიაში ვამპირი. შენ გინდა რაც ვამპირდა იდა. ოგობოროტეს. აქცია, ხო. რამე ზოოაგრესია რო აქვს, მაგალითად ფოქსტერიერი. ზოოაგრესია ზოგიერთ სახს აქვს ზოოაგრესია. სხვა ცოცხალ არსებას ფოქსტერიერი ეზოში თუ ყავს, არაფერს აღარ აჭაჭანებს. არც კატა, არც გველი, არც დრასვერში კატას და იმ კატებიც ყავდა შეფარებული. გველზე გეუბნებ. გველი არ დამინახა. შენ არ იყავი გველი არ იქნება თუ გველხოგერაო. ეს არის მითი თუ გველხოგერა გველი როგორ არა, ეგ ჯაჭვი ამ ნორ დავარღვიო, გველხოგერა თუ აღარ არის. მე არის გველი, ბაყაყი და რაღაცები და მაგიტო იყოს ეს ხო და ფოქსტერიერი არც გველია, არც ბაყაყი. თითარა ძაღლს ყიდულობს, კითხეთ. ფოქსტერიერს. გადაწყვიტე უკვე? ის ავჩარკა რო ყავდა შეპირებული? იქაც რა როგორ უნდა შეხედო თვალებში არ ვიცი. არა, უთხარი რა. ვერ წავიყვან. პირენი ლაივი ქონდა კიდე. ფოქსტერიერს ვერ ავიყვანა. ხო, ეგ შენებლები რო არიან, ერთი ძაღლი მოვიდა და ფაქტურად დასახლდა. თავისი ინიციატივით შემოგიერთდა. ხო სულ ამბობდი რომ რო გადავალ ძაღლიც მოვა. მოვიდა ისეთ საყვარელი ძაღლია. დაადგება ესე და უყურებს ხელოსნებს როგორ ანსავლობს. მალიარკას. აჭმევ რამე. კი, აჭმევ ხელოსნებს. აჭმევ, შენ აჭმევ, შენ. მე არ ვარ იქ და ეხა აქედან როგორ მეს რო ადიხარ, აუტანე რაღაცა დაუგდე. რო თუ შენი გინდა იყოს, უნდა მიიჩვიო. არა მაქვს საჭმელი. რათოს უნდა ისე თუ მიეჩვევა. ისეთი ძაღლი უნდა რომ ჭამა არ ჭირდება. პირიქით უჭმელს მე ვერავის მე מחარამ ჩამომიტანა ეს სახლები რო არის. ხო. ძაღლის რა. და არ ვიცი მაგის ჩამოტანი რომ მაგით არ შედის თუ არა. მაგე არ შედის. არაო, რა, ჩემი ქურჩემია სახლის ქვეშ ან რაღაც. თვითონ თავისი ადგილი თვითონ მოძებნა. და ხო מחარს გაკეთებულ შესვლა. თავის კეთდა. ხო, თვითონ ეს ამბობს თვითონ. ეგრე ეწერა ინდოსაც ვიდეოზე ბეტონის დასხმაო თუ რაღაცა ჩავხდე და 50 კაციან ბრიგადას ხელმძღვანელობდა ეს კენით. ეგ არის. ხო, არა, ეს შეაშენებს რა გონი. ეგ არის ცუდი პრარაბი და ცუდი ხელოსანი სხვა არის, ანუ. ეგ ძაღლი როგორ უნდა შევიდეს იცი მანდ ჩემი აზრით ბაბუა ჩემის სოფელში ეგრეა აბა უნდა დააბა იქვე რომ მისას იქვე შევიდეს აჰა და ხო უბრალოდ ადამიანია ჯერ ხო თორე ალბათ ისე არც ეს ძაღლი არ შევა მაგსახს როგორ არ შევა ეგ ირჩევს ძაღლი თვითონ რა ის კი სახში თუ ყავს ძაღლი და დასაფენს უყიდი შეიძლება არ დაევასოს და იქ არასოდეს არ დაწვეს ან რაღაც აიჩემოს და სულ იმაზე იქ პუფი უყარდა ეს რაღაცა პუფზე იწვა და პუფი შეუგდა შენით მახარამ გააკეთა თუ ტემოდან გამოიწერა თუ რა არა ვიდეო ქონდა რომ მიუსაფართა ხო იმას ძაღლების დღე იყო თქვენ ქონდა თუ არა არ ვიცი ხა ეგ მაგ დღეზე ამისა ჩვენ ჩიტების ის არ გავაკეთეთ ჩვენ ჩიტები ხო ჩიტი ხო არა ყავს შეგუნდე არა მიუსაფარი ჩიტი თავის დატანკავს და ძაღლს უჭირს და ხო რა ჩიტი სახლის გარეშეც მაშინ გაიგეთებს ბუდეს ხო ნუ ისა ნუ ერთ-ერთი თუ რამეს შევაგიქნებათ რომ იქ გადავაჩვიო რა ქვია მოსაქმებას კარგი იქნება რა თუ რამე იცით მე გეტყვი გვერდზე უნდა აშენო ფეხბურთის მოედანი გალობს მოთანს აქ უფრო პოპულარულია ფეხბურთი გადავა ფეხბურთზე აჰა და მე ფეხბურთის მოედანს ნენერა დააპატარებ და აღარ მოული არა აღარ მოული და ეზოდ გადაკეთდება ცოტა უფრო ბიუჯეტური ვერსიაც ცოტა ძვირიჯდება ეგ თორე ლაივი ქონდა ერთკვირიანი ხო და ესე მოხდა რომ დავამთხვიეთ აი მთელი წლის განმავლობაში ვაგიღო რომ აი ამ ერთი კვირაში ყველა ცუდი ამინდები იქნება დავამთხვიეთ ეგ ერთკვირიანი ლაივი რომ ხარი იყო და ხან ინტერნეტი გაწდა ხან დენი და ინტერნეტი ერთად და ხო და სულ ქონდათ ანუ არ გაგიქი ერთკვირიანი ლაივი სულ არის ხო მეორჯერ გავაკეთეთ და სულ იყო სულ უწყვეტი იყო რა მოღამი აქვს ურთიერთობა მაყურებელთან პირდაპირი რა
აი ყველანაირი რეაქცია შეელამაზების გარეშე ისთვისაც აი YouTube და სოციალური ქსელები რა უპირატესობაც აქვს, იმიტომ რომ ხა იმ Prime House-ს და რაღაცას ხო უყურებს ხალხი და ხა ჩვენ რატომ კამერა შვებული. ღამე სანადოს ქაჩავდით, ველაპარაკებოდით ჩატს და სხვა შორის ღამის ჩატში ძალიან ბევრი ადამიანი იყო და ძალიან ყუდრო სიტუაცია მქონდა ხოლმე და თან ბევრი ემიგრანტი შემოდიოდა მე ვიღაცა ტრაილერზე ვარ ვიღაცა ის და ძალიან გადამაგვსო ეს თქვენი თორე მე უბრალოდ დღის სულა იყო სხვა ხალხი მე დილით გამოვიდოდნენ სხვები და რომ ცდილობდით რომ მაგრამ ის ნებიც იყო მარტო რამდენი იყავით ანუ 5-6 კაცი ვიყავით ახლა და თავის სტუმრებით და ამბებით ერთი პროექტიდან თუ სხვა პროექტიდან არა ჩვენ არხიდან აფთიაქი ვიტყობ რა სადღეღამისო ხო მაგრამ აი 48 საათის მერე რა თუ გააგრძელეთ დაფარეთ მთელი ციკლი ვისაც ღამე უნდა და შემოვიდა მეორე ღამე შემოვიდა აი ერთი კვირა რაღაცა ჭირდება წინასწარ ეგრე დავთქვით რომ ერთკვირიანი უნდა რატო დათქვით მაშინ რატო ვაკეთებთ ამ გადაცემასაც რეკორდი ექნება ხო რა ჟღერს ერთი კვირა ლაი შენ რამდენის გამკეთებელი ხარ მაგრამ შენ ეგ ჩამოგეძინება მთელი ცხოვრება ლაივია ჩემი ცხოვრება სულ მაგას ვიძახი ლაივში გავიდე და სულ ყველა მეწინააღმდეგება. აი სულ ვიძახი. რა ლაივში გამსვლელი ხარ? ჩაგეძინება 3 საათში და მე ჩვენ უნდა ჩამეძინება და თქვენ სამი გააგზელებთ, ბიჭო. ეგ არის მეგობრობა. მე ჩამეძინება შენ გააგზელებ. შენ გადი მოგვეცი მაგალითი და დაიწყე შენ, აი ერთი დღით, როდის აი ხა ჩემ TikTok-ზე გავაკეთებ ლაივს. არა, მან ტოქსიკური არის ძალიან. TikTok ლაივები, TikTok ლაივს არა გაისახელი. მე ტოქსიკ. ჩემ მოგონილი ტოქსიკური ბიჭო. ეს გამაცინო. ტოქსიკური მე რო ვარ. არ ვიცი არ გავაკეთებ ლაივს, რამდენი ხნიანი გავაკეთო. TikTok-ში მოკლე ლაივებია 3 წუთი. ეგ ვიდეოები. ერთი საათი. TikTok-ის ლაივ გრაფაში არ გადავდივარ ხოლმე რა. ხარ TikTok-ზე? ნუ აი ესე. მე ვიტყოდი რომ რამდენი გამომწერი ყავს? ანუ ჩვენ არხს ბევრი ყავს. რამდენი? სადღაც ნახო მეცა. ნახე, თუ გინდა ვკითხავ აგერი. კურტ კობეინის იგი პირლოს ამბავი სადაც იკითხა. რა კურტ კობეინზე. ზირთად არ ვაქტიურობთ ხოლმე, უბრალოდ YouTube-დან მოჭრილი რაღაც შორტები უშვებთ ხოლმე და საკმაოდ ბევრი ადამიანი დაგროვდა რა მაგ ფონზე. 170,000. 170,000. აი TikTok-ი როგორ უნდა? ბაქი-ბუქი რო გაგაკეთე. ჩვენ რამდენი ხანია რაც გაგვთ ეს TikTok? ორი დღე. ორდღე ნახევარი. ორდღე ნახევარი ხა? ნუ თვითონ TikTok-ის რამდენი ხანია ახლა თვითონ? რაღაც პანდემიიდან აქეთ, ხო? ხო, მე. ხო, აი მაქედან ოყოლებული. საჩუქრიზმ რომ მოვიდა ჩვენთან იმაში ცნობილი TikTok-ერები აჩუქნიან საჩუქრებს სტუმრად მოდიან და მე მინდოდა რომ მე მიმეცა, მაგრამ TikTok-ერმა ეს რაღაც ახალია. ო, აჰა. მოკლედ ჩვენი სპონსორი არის. შენც კი გყავს სპონსორი, მაგრამ ასეთი სპონსორი არ გეღერობით. არ გეღერობით. ჭამის მოყვარული კაცისთვის ამისთან სპონსორი მისწრება. ჩვენი სპონსორია ნიკორა. და ჩვენ სტუმრებს შევქმნით ევროპულ გემრიელობებს. შენ შემთხვევაში რა შეგხვდა მატილდე ვიჩენცი. მატილდე ვიჩენცი არის ძალიან ცნობილი 120 წლის კომპანია. ცნობილია თავისი 192 ფენიანი ცომით. შენ ჭამე? რა თქმა უნდა. მე უნაზესი მე თუ არ გავსინჯე ისე სტუმარს როგორ შევთავაზე. კარგი. და კლასიკური ბისკვიტებით. აჰა, ყველაფერი ტრადიციული საოჯახო რეცეპტებით გამზადებული და ეხა შენ შემთხვევაში რეებია გეტყვი. ეს არის აი ის რო გითხარი 192 ფენიანი სასწაული ფენოვანი ცომით გაკეთებული შენ წაიკითხავს ძალიან გემრიელი ეს დიდი შეფუთო ეს არის პატარა შეფუთო ეს მივცეთ ირაკ ერთი და ერთი შოკოლადი ზუსტად ესე ვაძლევ ხოლმე ჩემ ძაღლს რა აქ პოდკასტა მიყურებს რა და რაღაც მომენტში რომ მიხდები და ეს შენ არის ტირამისუს სასწაული ინგრედიენტი ტირამისუ გიყვარს
ისინი მელაპარაკე. ხო, შენი რა. უკვე ჭამა მომინდა ძალიან. ისეთი რეკლამა ხო და გაუწევს. ნახე სად ამას არის ტირამისუ? პატარა ტირამისუები ხო არა არა, გაგვერა. არა, ვიჩენზო არის ნამსხები, რომელთაც ტირამისუ კეთდება იქ რაღაცებს დაამატებ და არა, კარაკ და კლასიკური ნუში სორცხობილა ეს არის მასკარპონე. რო გატან მიყვირს ჩემი და ასაღებ ფასად. დავაბრუნე. ითამაშები დავაბრუნე. თქვენთან სტუმრობს იმით თვითული ხოლმე რა. კალათები თვითულები აქამდე რომ ამდენჯერ არ აი, კალათები რო ქონდა, ხო? კალათები. აი რა არ ყრი და ინახო გამოგადგე. კი, კი. ეხლა შეგიძლია მეტრობით დაიწყო არა მოვიღო კარგი აჰა იმისავით მაგ ბალონდორები ვით აქ ვია. წაიღებ ამას და ერთადერთი იქნებ შენ სოფელში შეგიძლია ბუთკაც გააკეთო. 92 პენიანი. მე ზოგადად ესე გადავხედა. შევალ. რამდენი არის შენთან რამდენი იტალიურ ხوارი, გორის კატლეტი ხوارი. ამის იქნება ნორიოში. 12 პენიანი იტალიურ სახელს კი გავს სოფლის სახელი ესე რა რო ააგოროთ ხო რაღაცა რა. ნორიო მოხონ ესე უნდა თქო ნორიო ეხლა მგონია რომ ვიღაც იტალიელი ლაპარაკობს. კარგი ისა პრონონსი რა მაინც კაია. რა მატერაც. როიცის რა ეს იტალიელები ვინცან ჩატის მოსკოვში როდის. მოსკოვები ისინი ესე. ვა, მადლობა. შემდეგი ბლოკი გვაქვს თამაში და ჩვენთან კი, ერთად ბატონო. ვითამაშებთ ტრადიციულ ქალაქობანა გვაქვს ცოტა სხვა მიმართულების რა იმ თემატურად. ჩემ პასუხი აქვს, ვაგრძელებ თუ არა სუპერ თამაშს. თუ გინდა რომ ეს 92 პენიანი ეს უნდა წამართოს. წაწახვიდე, წაიღო და ეგ არა მარტო ბავშვობიდან რო გიყურებდი ხოლმე სხვადასხვა ნიუსებზე რო ვიყავით ხოლმე და ან გაზეთებს კითხულობდა, სულ მინდოდა რომ მანჯდარიყავი. აი სულ. ხო, აი ისე ყველაფერი აგის მაშინ თამაშობთ ერთად შემდეგ ბლოკში გვაქვს ქალაქობანა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის მესამე ნაწილი არის თამაში ქალაქობანა და ყავს თავისი სპონსორი. ქალაქობანას გამოუჩნდა სპონსორი ემიგდებული როა ქალაქობანა სპორტზე რო არა ამ სპორტს ქალაქობანას გამოუჩნდა სპორტსმენი ისა სპონსორი და ნამდვილი ბავარიული ლუდი შტარნბერგერი. მოკლედ ქალაქობანას გამოუჩნდა სპონსორი და ეს არის ნამდვილი ბავარიული ლუდი შტარნბერგერი რამდენი სპორტი გვიყურებს ახაშური. ხო რამდენი სპორტია რომ პატრონი არ აღავს და აგერ ქალაქობანას გამოუჩნდა გინდა? ჩვენიერი ქალაქობანა არის სპეციფიური. ხო. ჩაიწერეთ. მოიწერა ჩავიწეროთ კაც სტუმარს დაუსხა. აბა მე უნდა იმას ვქნა და არ გამოვა. იკო. რამდენი გრაფაა? 1 5 ხო მოიწერა. არ დავისხა. ანუ 6-ად უნდა გავყოთ დავისხათ მაშინ ლუდი და მე მელაპარაკეთ იმაზე რა ქვია ქალაქობანა. 6-ად უნდა გავყოთ იმიტომ რომ ბოლოში არის ჯამი. იტოგო ქალაქობანას გამოუჩნდა სპორტის სტანბერგი. რამხელა კათხებია, ნახე. ნახე რამხელა კათხებია. ვინ გავსებს კათხს? რა მანქანით მოვედით ეს რა. დატოვე მანქანა. არა, ნუ ვინ იცის რა. აძმა ნახე. ეს არის შეგენაცო. ოპა. Instagram-ზე რო ხარ ადამიანი იცი როგორ უნდა გადაიღო. კოპაკ. ის ქუდები არ უნდა დავიხუროთ? აჰა, ჯანელ, შენთვის არის კუდი. მოიტან. ჰოპ, ამ კათხას უხდება ეს ქუდი. დათოსთვისაც არის კუდი და იკოსთვისაც მას არის. დაახურეთ რა. აჰა, დაახურე იკოს. დათოს უხდება, აი. მე მიხდება გენდალს რო. ყველანაირი ხუდი აჰა, კაი. კარგები ხარ. დავაი, ჩაიწერე. ესე უფრო კარგი ხუდი დათო ჩაიწერე. გადაგსვავ. პირველი, ლუდზე მისაყოლებელი. ლუდმის მისაყრჯობია. საყოლებელ ლუდის დალევის მიზეზი. აა. ლუდდალმის. ადგილი სადაც ლუდი გვხვდება. ანუ ლუდხანა. მაცივარი. კი ბატონო. ად სად ლუდქვ. ვერ შევა კაფიანი სითხე. კაფსით. სხვა კაფიანი სითხე. ფილმი, სცენა, სადაც ვინმე სვამს. ანუ უნდა ვთქვათ ფილმი და ის სცენა ხო გავიხსენოთ. რა, ხო. ფილმ რას სვამს სულ ერთია? ალკოჰოლს, ალკოჰოლს. ლუდდალსენ. იმიტომ იქ არ ჩანს ხოლმე ლუდსვავს თუ რაღაცას და ამიტომ ხო, ალკოჰოლი. ესენი თქვენს თუ გაქვთ შეერდის მაგილად ეს იყოს. არა.
კაი იყოს. არა, გვაქვს არა, მოდი გვაქვს. სულ შენი ძახი შეჭერ. პირველი იწყებს იკო. ჯამი. გვასტობებს. სტუმარი. ო, ჯიგარი ხარ. სტოპ. მ სტოპ. შეშვენებას ვიღებ. მართლა შესვენებას არა იმას კიდე სტოპ. ერთი ცალი აქვს რო იცოდეთ რა გეხოცებიეთ და გადაწერილი პასტა ჩამოვართი. და ვეღარ დაამატებს. არ გინდა თამაში იყავით. ეხლა რა გვაწვენ. რამალე მორჩი. საკაიფოდ. იმან მარიაკი არის იმას რა ჯანელს ნაწყენია იმან გადაჯგუფლილი აქვს მო მანდარინი მინდოდა და არის მაინც არ ჩამითვლელი და არაფერი არ დავწი. მიწის თხილი. მიწის თხილი მაქვს მეც. კარგი. შენ არაფერი არაფერი. მჟავე კიტრი ვაშინგენად ცვალე. არ უხდება მჟავეკი. როგორ არ უხდება ხა ლუც მჟავე როგორ არ უხდება ნუ სხვა თუ არაფერი არ აქვს უხდება და ისე არ უხდება. მჟავე პამიდორი არა, ლუდი არ უყურებ ჟავაკეტი და არ გამიგია ნახო. ვაი, ბიჭები ჩავშდეთ, ჟავაკეტი მაგრამ ლუდი არ რაღაცა გამიგია. ბოღმა კი არ მალაპარაკე. მიყოლებით ეხლა. რო არ დამაწერიეთ არაფერი, ეგ კი არ მალაპარაკე. გუნდი შეხა შოკოლადს აყოლებს ხოლმე, მაგრამ რეცვე თანხმები, ეგრე მანდარინსაც ვიტყოდნენ. ლუდი ავიღო. ათაშორის თავიდან მქონა მურაბა რამხელა ნახტობია მაგას ჯობია ნახტა. ეგრე მე აი ჯანდაბას თქვენ მაკრატაში ურაბა თუ ქონდა თავიდან ეს მჟავეკითრი ჩაუთვალოთ. სწორი მიმართულებით. სადღაც მიწის თხილად ვიყიდოდი. სოლგზაზე დგას. ცოტა რაღაცა დაიწყო. სამი ჩაიწერა. ნოლი ფელისა. დამპლები ხარ თქვენ ლუდის დალევის მიზეზი. ხო, მოვიგე. უბრალოდ. ხო, მოვიგე და აუნიშნოთ რა, რამშო მანქანა კი ბატონო, მოვიგე. კი ბატონო. მე მისახდა მამა გახდი. მამა გახდი. მან ღვინოა. აი აქაც ვიკამათებ ეკამათე მე 15 ჩავიცე. არა მოვიგეზე არის კი. მოვიგეს არის ღვინო აუღნიშნოთ ხალხნო მოვიგე ეცამა ეგ. შენს გაქვს? მერცხალმა ბუდე გაიგეთ აჰა. და დაულიოთ რა, ბიჭები. მერცხლის ბუდიდან. დაიცა რატო? რა მერცხალმა ბუდე გაიგე თვითონ მეც ჯავე კიტრი არ ჩამიჩვენე რა მერცხალმა მიზეზია რა. ხოლმე გადაასხა ეხლა. რა იცი ჯავე კიტრი არ უნდა შეიძლება ლუტთან და ლუტის დალევის მიზეზი არის ის რა მერცხალმა კაცო მე დამილევია მერცხალს მეცხნები რომ დაბრუნდნენ მაგაზე დადეული მაგ ლუდი ღვინო რა მნიშვნელობა აქ რო ჩვენ დროს ბიჭო რასაც თორემ ჯავე კიტრი არა, დათო, ნახე ლუდალ მიზ. ლუდის დალევის მიზეზი. ხო და ეხა ეს ლუცვამს ლუცდალევს თავარია რომ გიხაროდეს რაღაცა არა აი მე მოდი წავიდე მოდი ესე თქვა, ამას ჟიური. არის კლება. არის თუ არა აუ ეს ვინ არის? აი ჩემი მიზეზი თქვა ამას არა აქ რო იცოდეთ ჩემი მიზეზი არის მცხელა მიზეზია მიზეზია. მოვიგე. ლუდის დალევის მიზეზი მცხელა მე რამდენს ვიცერ მამის ეხა მამა. ჯავე კიტრი მამა რო დასაგები გახდა? შენ მამა რო გახდი თუ კიდე თუმანს გაჩუქებ თუ არა და ათქულას დაიცე არა, მაინტერესებს რომ წესები თქვენთან როგორია. მერცხლის ბუდეს ყვენი და ადამიანები წერა. ნახე როგორ მანანოღებული ჟიური. ხო, ხას, კაცო, მე არ არ შევიტენეთ არა ხო, და და აი რა ქულა. ის პრავიდლივად არ სადაც ჯავე კიტრთან არის სამი დაწერე. სამი. აი იქ გვერდში დამდგომოდი თუმენ არა სხვანაირი სტრატეგიით დამრიცხო თუ. მამა გუხტის აღნიშნა რატო არ არის კაცო არ ვიცი, ესე თქვა ჟიური. არ ვიცი, ჟიურია, გემცვალეს. აი მიმართეთ რა, ბიჭი არის. ეს ხო არ წერია მე რომ შემიძლია ვიბრძოლო, ხო ერთი რა. წამი ლუდის დალევის მიზეზი საქართველოში ხო არ წერია ხო. არ წერია. მე ხა გერმანიაში მინახავს დაწერე 10 დაწერე. არა, 10 მოიცა. აა ნახე საიდან შემოვა არა, მართალია, უხაცა ბავშვი. გერმანიაში ხო არ გინახავთ ბავარიული ლუდია ბიჭო ერთი და ბავარიაში ხო არ გინახავთ ჯავეს რო აყოლებდნენ ლუდ შემთხვევით ოპა დაუწერე მართალია იმიტომ რომ ლუდთან მოაქვთ კანჭი და კანჭს ყოველთვის აქვს მჟავე ბოდიში ირაკლი აი ბოდიში და იტირე, გადაგწე. დაიწერე არ მინდა არ მინდა არა, გინდა. არ მინდა ესეთი ის არ მინდა არა აი ეხა რო გამახსენდა კანჭთან აი ესე ხო კანჭი და აი აქეთ დევს მჟავე არა არ მინდა ეს არ მინდა შემდეგი ჩამითვალეთ ისეთი ამბავია შენ მიდი დაიწერე 10 დაიწერე. 10. ჩაუ ჟავე კიტრი? თუ არა, შავერთან რო გავათანაბრეთ, მამა რო გახდა. არ მინდა 10 მე.
მაშინასაც იტყვა ეგეთი არც მამობა არა. ეკიტრთან გატანაბრებული მამობა არ მინდა. არ არის ერთ-ერთი. ეს უარს ვიტყვი. ეს რა ხალხია ბიჭო, ერთი არ მინდა ნოლი, აჰა, არ მინდა. არც მე ვთქვი კრესტი კი დავაწერე საერთოდ. ხო, ამან 0 დაწერო წინ მე ერთიანი ჩამოიღე. მამობაზე უარი თქვა, მე მომთხოვეთ დემოგრაფია. დაუწერეთ ბიჭო მამა. არა, იყავს. ითხოვე უნები და. ეთვლება და 10 დაიწყო. ეს ყველაფერი ეთქლება თუ გინდა მე დაგიწერა. უარი შლით ის ნახე, მერცხლის ბუდე რატო არ ითვლება, ვაი? შემდეგი. ლუდის დალევის მიზეზი. არა. მე მაგ ღვინო რო არა. რა მიზეზი მოიცადე? ადგილი ბოლო. დალევის მიზეზი ხარ. ადგილი, დალევის ადგილი. სამუდი ხვდება. ხო, სადაც ხდება. მაცივარი. მაცივარი. მაღაზია. მაღაზია, კარგი ხარ. შენ მაცივარი ხარ ძმა? რამ დამაწერინა მარანი. არა, მე თვითონ უბრალოდ ერთი წამი. წერია. ლუდისადაც ხდება საქართველოში. ეს ჟიურია თუ გინდა. ნასვამია და ვერ ეუნებით ვერ. ბიჭო, არ მოვსებიებთ და მე ობიექტური ხარ. არა, აქ რა გიწერია შენ? მდელო. რამბელო. ეს რას გვეკითხები? ადგილი სადაც ლუდი ხდება. დელო, იმით გახვედრე, მე მიდი. შეტყვი რატო უნდა რომ ჩემი მარანი გავიდეს რომ დავიხი დელო და არანაირი პრეტენზია არ აქვს. დავიწერ ნოს. მე ამ თამაშს მდელო. მე მდელოზე ლუდი მაგ დალეული. დაგხვდა არის აქ. დალეული გაქვს კი ყველას მაქვს. აბა, მე ჩემი ლუდი არა, აი, ნახე ის არა, ნუ აქ თუ მაცივრის გარდა სხვა რამე იქ შემხდებოდა პასუხებში არ მეგონა. მაღაზია მშვენიერი. მაღაზია მშვენიერი. მაცივრები ლუდი, ის 5 ლუდი რა იყო. 5 დაიწერე ჯიგარო. ხაფიან სითხეზე ვეღარ მოვა. ჯეკაი დინარია. გააკრამე. კაფეა სითხეზე? ხო. კი. რა გაქვს? მირინდა. მირინდა ეს არის. ხაფიანია. კაფეა, მოდოსო კაფეა. კი, გაზიანია და ხაფიანი წარ. კი ბატონ მართალი ხარ. გაქვთ რა მეთქე? არაფერი. და რა 15, და რა 15. მოцаრელა არ არის კაფეინი. კაფეანის სითხე იყო, მათ ფიქრამდეც ვერ მივედი მათ. ფილმი რა გაქვს? მოსკოვის სრემლების არჯერა. მან წვინსოს. ის გალოთებული ყველას ვარს მოსკოვი და სრემლები. არა, რუსული ფილმი მეც მქონდა, მაგრამ არ დავწერე. მოიცა, მან ის არის. ხალზე არ არის, ეგ ვინ სვამს. ეგეთი 15 ხოა? არ ვიცი არა. არა, დაიწერე რა, თუ შენ მოიცა, იგი. ერთი დაიწერო, მეც მაქვს. მიმინო მაქვს. მიმინოში ხო სვამენ ისინი. ამასო ფული არა აქვს და დაპატიჟებენ. ერთი წამი აქ მითითებული იყო ლუცამენ თუ არა? ალკოჰოლი. მე ბებია ილიკო და ილარიონი. კი ბატონო, მაგრამ არ გიწერია. ეხლა ოფიცერია ამ მომენტს. ჩემი მიმინოც ის არის, ჩაით მერცხალი არა მიმინო მაინც. მე მგონია რომ ნებისმიერი ფილმი უნდა გაიხსენოს, ყველა ვარიანტში სვავენ სამ. საბჭოთა ფილმი სადაც ჩვენ მატრიცა გამახსენდა მარტო და დალეული. დალეული დავაკავშირე. მატრიცაში წვამ. მატრიცაში მეორე მესამეში. სვამენ მე, ხო, აი არ მახსოვს. 10, 20. მაგრამ მე გითხავდი რომელი მატრიცაა და დაიბნევა. 10, ყველა უნდა დავაჯამო, ეხლა მაინც 0-ია. 45. ბიჭო, ეხა მე და გიორგი გაჩერებს ესა. ის არ მინდა, ის არ გამაჩერე. ამით გაგაჩერე. ხო, მიდი მაგით გაჩერე გაალამაზე თამაში. ვა, კარგია ზ. всё, გაჩერდით. მართლა? კი. მართლა? აი ესე, თქვენ ვარ მაცლიდით. ვა, ჯიგარი ხარ. მისაყოლებელი ზღვის ღორჯო. ზ. ზღვის ხორჯო. მე ზღვის პროდუქტები მაქვს და არ ჩამეთვლება. კი. ეს ხუთებია. ეს კონკრეტულ ზუთხი მე ზუთხი. ზუთხი. ზუსტია 10. არა, ამათ 5 ზუთხები ვისაც. დალევის მიზეზი ზიდანმა რომ მატერაცის დასცხო თავით. ზ-ზე. ჯიგარი ხარ 0. ეგრე მეც გაგაჩერებთ. წინისესებით მეც მოვჭრა. რატო 0? ზიდანმა რომ მატერაცის დასცხო ვიღაცამ დაწუნებული ხარ, არ დალია 0. არა. მოიცა, მე მაქვს. მეც მაქვს. მიდი. ზაფხული მოვიდა. მეც ეგ ზაფხულია. ცხელა ხო იყო იქ კი არა, რა თქმა უნდა. აჟაოსთან. მე მაქვს ისა. ზაფხული მოდის ყოველდღეს და ზიდანმა მატერაცის 20-ის მის წინათ ჩაარტყა. ის არ უნდა აღნიშნო და ეს უნდა აღნიშნო. მე უნდა გავიტანო. ეხლა რო თქვა რომ მე დღეს იმიტომ სვამ რომ 20 წელი შესრულდა რაც ზიდანმა მატერაცის თავში ჩაარტყა. რა გინდა დათო გაგვაგები. 10 გულის გულისთვის რას არ ვკადრულო.
ის არის მე მიწერია ეგეთ რაღაცა რომ ზაბორი გავაკეთეთ. რა გაკეთეთ? ზაბორი. და მე მოჩეკით. არის ხოთაშორი. აი მორჩით გავაკეთეთ. ოღონ ერთი წამი ზაბორი არ არის ქართული. ღობე, ეგ არის ღზე. ღზე რო დაგეწერა, ღობე გავაკეთეთ, ჩაგეცვლებოდა. ხო, ზღვის ღორჯოს არ არის, ღორჯო არის ისე. ზღვის ღორჯოა. რატო ღორჯო ხოთია? განსხვავდება ჩვეულებრივი მდინარის ღორჯოს. ანუ ესეც თუნდაც ზღვის განსხვავდება, ღორჯოს. ღობე და ზაბორი განსხვავდება. ზღვის ღორჯო. მაგარი კაცი ეკამათე და მეორეც ეგეთი გვერდში. აი, ორჯოზე ქუდიანებაში. ანუ მარტო ქართული სიტყვა უნდა იყოს და ეს არ ითვლება. ზაბორი ეხა რამის არის. რუსულ ფილმს არა, არ დავწერთ. რუსული შეიძლება კიდე, იმიტომ რომ ეხლა მოდის რა. რუსული ანუ რას ვიწერ, ან თქვენ მითხეთ, მე არ მაქვს პრეტენზია ნულზეც. დაწერე 3-4 რავი, როგორ ვაჭრო ის თემა. 10. აი, 10 დავიწერეთ. მაინც სტუმარი. სად ხდება ლუდი? ზაბეგალოკაში. ოპა. ოპა. ვიდრე თვითონ ეგ სიტყვა. როგორ ვერ მოვიფიქრე? მე მიწერია ზემოთ. ზაბორი და მეტყვი. სად ხდებაო? ზემოთო. ზემოთ ავიდეთ თუ დავლიო თორე გაგიგია. დელო ხო იყო? ზემოთ ეზოში რო ხარ? და რა ვქნათ? ზემოთ ავიდეთ თუ დავლიო. გაგვიძიათ TikTok-ში დონემ როგორ მოიმატა. არ გინდა დავწერ. ეხა რას ვცნობ? ამა ხო თქვა სტოპ. მე მეწერა ორი რაღაცა, სამი არ მეწერა და დიდი შანსია რომ მე მოუგო. არა უშავს. ისეთი აი, შენ გაგზაზე რამე, სად ხდება ლუდი? ჩემი ითვლება მოიცე, ზაბეგალოკა. ეცმა ეხლა ერთი წამი მე ვიტყვი და მე მეზაშენ მოვიგდო. ზაბეგალოკა თუ ითვლება ზაბორი რატო არის? ხო და ითვლება კაცო. ოპა. ზახარ ზახარიჩი. ხო, რესტორანი არის. ხო, ითვლება, ხო. ნამდვილად. არა, ეგ ვის არის? ვეგანურია. ვეგანურია ხო? დავიწერო მე აქ. ლუდით მოაქვს თარეკე. შო, შენ რა მიწერია? არაფერი ვერ მოვასწარი. კაპიანი სიცხე? მე არა. ზუკო. ზუკ ორ არის კაფე. კაფეა, შენ და ყველაფერი კონტროლს კაფისგან. არ არის კაპიანი, წყალში ხსნები ჩვენ. არ ხოდა კაფე. კაპი არ ხო. რაც ამან თქვა წეხარი. ეს გაზიანი არის, არ იყო გაზიანი. ის გაზია. რო შეანჯღრევდი გაზი. არისო, არა. არისო ზუკო გაზია. ბიჭო, არ შემიძლია. აი, არაფერს არ აღიარებს, აი ფიზიკის. შუშხუნებდა რო ჩა. არა, არაფერი არ შუშხუნებდა, კაცო. კარგი ნოლი. მუცელში შუშქონებდა. რა ვერსია აქვს სითხეზე? არაფერი ვერ მოვასწარი. ფილმეს გააქვს? ფილმზე დაველოდოთ ახლა. სითხე გააქვს თვითონ? არა, კაფეანი სითხე ზზე. მე მაქვს ახლა ფილმი, ოღონდ გამახსენეთ მაგ ფილმში რომ ისვამენ. ზორო. მე ზორო მიწერია. თქვენ გაგახსენოთ, მეც არ მახსოვს. ზორო, როგორ უბრალოდ მე მახსოვს. ეს ბარში როზის კაცო. ვინ ეს? რომელ ეს ბარში? ზორო. რომელში და ნაბერეშზე როგორ ბარში. აი ახლა ბანდერასის ზოროში. იმას როსავს. თავი რო უგდია იმაში. მოჭრილი თავი რაღაცა სწორი 10, 5. გახსოვს. ამას რო დაალევინებს თავის ძმაკაცის მოჭრილი თავიან არაკს. იუ. აი 5-5 დაიწერა. მე მიწერია ზაზუნას დღე. ფილმი გააქვს? ზაზუნას დღე. ზაზუნას დღეში სვა. ერთ-ერთ დღეს გამოშტერდება და და იმასთან კაცო იმ გოგოსთან ბევრჯერ კაცი როგორ დაამთავრა ხო სტოპ. სადღაც ლუდიც ექნება დალეული. 15 ხულა. ანუ ეს რამდენიანია? პირველ არ ვთქვი ნოლი მქონდა. ანუ სიკო შერაკინო მეც 5 არ მქონდა არა და მე მარტო 10 დაიწერე იმის 10 ხულა. ხედა? ანუ მე მოვიგე, არა, იქ მოიგო და მე მეორე ადგილზე გავე. იქ რამდენი გაქვს? 55. ჯანელ? 30. მე 35. 50 მაქვს მე. მე ბოლოზე ვარ. ბოლო ადგილზე ვარ. მე მესამეზე გავე. გამოგერთ კარგად გავერთე. კი. მოგე რა მოიგე რო გახვედი პირველ ადგილზე. ხალხის სიყვარული და ისაც მე აბა სიზულვილი. არა, შენ საწყლობა. ხალხს უყვარს დაჩაგრულები. ხო და ეგ მოიგე. ამით დავიჩაგე. ვერ მოიგებ ხალხის სიყვარულს, კაი ხა. მოსკოვის წრებლებით არა. მოსკოვში. ეგ არ უნდა ესეთი მე გამარჯვება ხარ მქონდა. დავფიქრდი ეგ არ უნდა. ეგ ო, არის. ეს სტავი, აი ატომო მოიგე. გადარიცხე მოსკოვში ეგათიკო. რაო? რაღაცა ძველი გამოთქვა. მე მგონია რომ ეს გადაცემა როგორ რჩება, მთელი მოწყდება და დაეცემა იმდენი ენერგია და. არა, ეხლა ბიჭო, უმამრავი საქმე. ეგ რომელი ფილმი არის? ტოჯე ჟორა, ტოჯე გოშა. ო. ცირავის თეატრია წუგნალი სამალიოტ.
ბოდიში რა. მე ბატონო დავით თქვენ ქულების მიტაცების უნარზე უფრო დიდი წარმოდგენა მქონდა. არა, ეხლა რა იყო, ხელმოსაჭედის. მიუშვი ესე. არა, რა იყო, მდელო როცა გა. არა, დელოები დაუწყელებია დათო საქმეები აქ დატრიალებული რომ მდელო როცა გაგდა. შენ ხო ხდი რა? კი. შენ ხო ხვდი? არ ვიბრძოლე. დღეს როგორ არის? შენ ხო ხვდი? შენ ხო ხვდები? ძალიან დიდი მადლობა რომ პირიქით. სტუმარი წარმატებებს გისურვებ. ასევე. მოგერიებას გისურვებ. ჩვენ თუ რამეში დაგეხმარებით. რა და თქვენს მიდიხარ საერთოდ. უი, საერთოდ მივდივართ ჩვენც კი, ახლა. რა ხო არ იცი. ჩვენი ქალაქობანას რუბრიკის სპონსორი იყო შტარნბერგერი, ლუდი. ბავარიული ბავარი. აუთენტური ბავარიული. მადლობა. ძალიან გემრიელი ლუდიოს ფოტოში. ხო, შორის ნამდვილად და ძალიან ბევრი გამომივიდა მე და აბა თქვენ იცით. ორი კვირით გემშვიდობებით ჩვენ ჩაწერით, მაგრამ ეთერში გავა მაინც ერთი კვირით გემშვიდობებით. ჩვენი დრო. მოვივლით ერთ კარგ ადგილს და მე გლოგსაც შემოგთავაზებთ საუბრობთ. ოპა